სამზარეულოს ეს ნივთი თუ არ მოიყენეს სწორად, ძალიან ბევრი დაავადების წყარო შეიძლება გახდეს. შეიძლება ვერ დაიჯერო და გეგონოს რაღაცა ჰაერი დამოკრეფილი რიცხვები, მაგრამ ამ ნივთზე იმაზე უფრო მეტი ბაქტერია შეიძლება დაგროვდეს, ვიდრე უნიტაზზე. ან უნიტაზიც კი მასთან შედარებით შეიძლება იყოს უფრო სუფთა. და თან ამ ნივთის 1 სმ²-ზე არასწორი გამოყენების ან ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება დაგროვდეს 45 მილიონამდე ბაქტერია. რა ნივთი არის ეს? ის ყველა თქვენგანს გააჩნია სახლში და ეს არის სარეცხი ღრუბელი. კითხვა ჩნდება, რატოა სარეცხი ღრუბელი უფრო ბინძური ვიდრე უნიტაზი? რა თქმა უნდა, არასწორი გამოყენების შემთხვევაში. ნახე, როცა სარეცხი ღრუბელს არ იყენებს სწორად, ან იყენებ მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მის ფორებში და ფორები კიდევ მას ძალიან ბევრი გააჩნია, გროვდება, რა თქმა უნდა, ჭურჭლის გარეცხვის დროს ის მოშორებული საკვები ნაწილაკები. იმ ღრუბლის ფორებში ჯდება ხოლმე ეს საკვები ნარჩენები. შეიძლება ეხლა თქვა ესე არ ჩანდეს, მაგრამ ის ნარჩენები საკმაოდ ბევრი და დიდია ბაქტერიებისთვის. გარდა ამისა, მასში თუ ის კარგად არ გააჩნე, ასევე რჩება წყალიც. გარკვეული რაოდენობით, რაც ქმნის ტენიან გარემოს, აი ეს ფორები, საკვების ნარჩენები, წყალი საბოლოო ჯამში იძლევა საშუალებას, რომ ზედ გამრავლდეს ძალიან ბევრი ბაქტერია. განსაკუთრებით ოქროსფერი სტაფილოკოკი, ასევე ნაწლავის შხირი, მორაქსელა და კიდევ ბევრი სხვა. ესენი იწვევენ დაავადებებს, ამიტომაც არის, რომ სარეცხი ღრუბელი უნდა გამოიყენოს სწორად. მოდი შეკითხვა დავსვათ ახლა, როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენ სწორად. სარეცხი ღრუბლის ყოველი გამოყენების მერე ის უნდა კარგად გაირეცხოს, ან როგორც კი გარეცხავ ჭურჭელს, ამის მერე თვითონ ღრუბელიც უნდა გაირეცხოს ძალიან კარგად. ეს არის რომ წყალი უნდა გაავლო. არა, ის კარგად უნდა გაირეცხოს. გარდა მაგისა, კარგად გაირეცხვის მერე კარგადაც უნდა გაიწროს, ან ბოლო წვეთი წყალიც კი უნდა გამოვიდეს მისგან. გარდა ამისა, ის უნდა გაშრეს ასევე იდეალურად კარგად, ან იმდენად მშრალი უნდა იყოს, რომ მასში ბაქტერია ვერ გამრავლდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება მის შენახვას აზრი, მაგრამ რამდენ ხანში ერთხელ უნდა ცვალოს სარეცხი ღრუბელი? ყოველდღიურად? ყოველკვირეულად? ყოველთვიურად? თუ წელიწადში ერთხელ? მოდი გუწფელები იყავით ახლა და მე გეტყვით, რომ ძალიან ბევრი მას არ ცვლის ხოლმე ხშირად. კი, ახლა რა თქმა უნდა შეიძლება კომენტარებში დაწერო, რომ რას ამბობ გიორგი, მე აგერ თქვათ ყოველ 2 დღეში ვცვლი, მაგრამ საქმეზე რომ მიდგეს, ეს აკეთებს ძალიან ცოტა ადამიანი და თუ მართლა ესე შევებით, გილოცავთ, თქვენ იქცევით სწორად. სარეცხი ღრუბელი უნდა იცვალოს ყოველკვირეულად. გაუზიარეს რჩევას ხვებსაც, თუ არ გინდა რომ ქრონიკული დაავადებების კიდევ ერთი წყარო შემოიმატო ოჯახში.